უნდა ვისაუბროთ ომზე უკრაინაში და ის კიდევ უფრო ახალ მასშტაბურ ფაზაში გადავიდა ფრონტის ხაზიდან იერიშები პირდაპირ აგრესორი ოკუპანტი ქვეყნის გულამდე მივიდა. მოსკოვს იქნება ახლა არ სჯერა, თუმცა მცრემლების, თუმცა უკრაინა მას მის თავზე დაფრინავს ბოლო დღეებში ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ვნახეთ და მე რომ მეტი აღარ გავავრცელო, მინდა მირჩევნია სტუმართან ვისაუბროთ, გიორგი ინალიშვილი, საერთაშორისო პოლიტიკის კომენტატორი. მოგესალმებით გიორგი, მადლობა გეტყვით სტუმრობისთვის. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაზა არის, ხო? ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიო საზოგადოებისა ამ უწყვეტ 4 წლიან საძაგელ სისხლიან ომში, ბავშვების მკვლელ ომში, ალბათ ამას ელოდებოდა, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად გაძლიერებულიყო ამ შემთხვევაში თავდასხმის მსხვერპლი ქვეყანა უკრაინა, ხო? რა არის ეს ბოლო მონაცემები და არ ვიცი ამდენად შეიძლება პროგნოზების გაკეთება, თუმცა უკრაინული დრონების ესეთი აქტიურობა რა სურათს გვიჩვენებს სამომავლოდ? კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ და ეს ყველა ვიცით, რომ უკვე 4 წელზე მეტია ეს მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით იმ სიტუაციას, როდესაც პირდაპირ ეს ომი გაადის ბრუნდება იქ, სადაც დაიწყო, ანუ ეს ტერიტორიას, ხო? ბოლო პერიოდში, ანუ განსაკუთრებით ბოლო ნახევარწლის განმავლობაში იწყება უკვე თავდასხმები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ დრონების რუსეთის ტერიტორიაზე და არა მარტო დედაქალაქის შემოგარენში, ან უშუალოდ დედაქალაქის ტერიტორიაზე, არამედ უფრო სიღრმეშიც, ხო? ჩვენ ვნახეთ დრონები, რომლებიც გაფრინდნენ ჩელიაბინსკში, უფრო შორს, ურალს, იქითაც და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ როგორც სახელმწიფო უკვე მოახერხა ის, რომ თავად შექმნას ისეთი ტიპის დრონები, რომლებიცაც თავად გამოიყენებს უკვე ომის აწარმოებლად. ამაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის დასავლეთს და ევროკავშირს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა უმრავლესობა იმ დრონებისა, რომელიც ახლა ახორციელებს თავდასხმებს, ეს არის უკრაინის მიერ წარმოებული. შესაბამისად, უკრაინელებმა შეძლეს, რომ ამ მიმართულებით ტექნოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და შესაბამისად აღწევენ გარკვეული ტიპის წარმატებებს. გარკვეული ტიპის წარმატებებს ამას იმიტომ ამბობ, რომ ეს პროცესი ახლახან დაიწყო და გრძელვადიანი ასე ხო, საწყის ეტაპზე ამ პროცესისა, როცა არის ასეთი მიღწევები, უნდა ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ამ რა იქნება მომავალში, ხო? და ისიც ალბათ უნდა გკითხოთ და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აი ამ შემაძრწუნებელ 4 წელიწადში უკრაინული ჯარი, უკრაინული მხარე რაღაცნაირად გამოიწრთო და საკმაოდ ისეთ ძლიერად გამოიყურება ყველა მიმართულებით, ეს იქნება სტრატეგიული დაგეგმა თუ ასე შემდეგ. აი თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? დიახ, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინული არმია ერთადერთი არმია ამ მსოფლიოში, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება, უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება აქვს და იცის როგორ უნდა აწარმოოს ომი უშუალოდ ფრონტზე და არა, მაგალითად, ეს არ არის სწავლება, ხო, ეს არის რეალური ომი, რომელიც მიმდინარეობს 21 საუკუნეში. შესაბამისად, უკრაინულმა არმიამ უკვე ძალიან კარგად დახვეწა ომის წარმოების ხელოვნება, ტექნიკა, ამაში ის იყენებს როგორც ტრადიციულ მეთოდებს, ასევე უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელსაც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. შესაბამისად, უკრაინული არმია უკვე მაგალითი არის იმისი, თუ როგორ უნდა აწარმოო შენ ომი თანამედროვე პირობებში და უკვე ის გადადის ექსპორტზე, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი გაფორმებული ხელშეკრულება აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ უშუალო დრონების წარმოების სფეროში და ასე შემდეგ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად იყო ჩასული აღმოსავლეთის ქვეყნებში და მათთან ხელშეკრულებებს კი გააფორმა. ამისათვის ჩვენ ხედავთ, რომ ეს ხელოვნება, ასე ვთქვათ, ომის წარმოების და ტექნოლოგიები უკვე ექსპორტზე გადის უკრაინიდან. კეთილი. საკადრო ცვლილებები იყო უკრაინაში თავდაცვის მინისტრს შეეხო და ასე შემდეგ და რაღაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, პროტესტიც გამოითქვა საერთაშორისო მედიაში ეგეთი ვარაუდები და ეჭვები. ფაქტია, ბოლო დღეებმა ეს არ დაადასტურა, რომ თითქოს აღარ იქნებოდა ისეთი ძლიერი თუ ისეთი მოლოდინი უკრაინის მხრიდან, როგორც ახლა ვსაუბრობთ. სინამდვილეში ეს საკადრო ცვლილებების შემდეგ რამე შეიცვალა ან რა შეიძლება რომ შეიცვალოს ამ მიმართულებითაც გკითხავდით?
საკმაოდ ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე დღის წინ, თუმცა მას მე ვხედავთ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდა თავდასხმები, მათ შორის აი ცნობილი ლოგისტიკური კომპანია Wildberries-ის ცვლილების შემდეგ მოხდა დიახ. Wildberries-ის ლოგისტიკურ უზარმაზარ ცენტრზე მოხდა თავდასხმა და ფაქტობრივად ხან განადგურდა ის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც მთელი ამ კომპანიის 30%-ზე მეტს ემსახურებოდა. გუშინაც ასევე მოხდა სხვა ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმა, ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ცვლილებების მერე რაღაცა შეიცვალა. პირიქით, უფრო ინტენსიური გახდა და უფრო ინტენსიური გახდება. რაც შეეხება ცვლილებას, სავარაუდოდ დაპირისპირა, ასე ვთქვათ, არ უთანხმოება მინისტრსა და უფრო უთანხმოება მინისტრსა და გენერალ-შტაბის უფროსის შორის, სავარაუდოდ არსებობდა უკვე კაი ხნის განმავლობაში კაიხანი სულ ნახევარი წელი რაც მინისტრი იყო ფედოროვი. თუმცა რაღაც დაგროვდა რაღაც ტიპის უთანხმოებები და სავარაუდოდ ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა გზა არ დარჩა, რომ ესეთი გადაწყვეტილება არ მიიღო. უბრალოდ აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ გენშტაბის უფროსის ცვლილება არ არის მარტივი საკითხი. მას სჭირდება ისეთი სერიოზული ჩამონაცვლებელი, რომელიც გაუძღვება ომს ამ რთულ ვითარებაში, ხო? ამისთვის საჭირო არის დრო და სავარაუდოდ საზოგადოებიდან წნეხის და პროტესტის გავლენით ჩვენ დავინახავთ ამ ცვლილებებს უახლოს მომავალში. კეთილი, თქვენ საერთაშორისო პოლიტიკის კომენტატორი ხართ, მიმომხილველი შესაბამისად. აი ამ რთულია და აი არ მიყვარს ხოლმე პროგნოზების გაკეთება, იმიტომ რომ 4 წელია სულ რაღაცა კითხვებსაც ასეთ ვსვამთ, რომ აი რა მოლოდინი თქვა შემდეგ და ნუ გავიდა 4 წელიწად. თუმცა აი ამ საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო პოლიტიკაში როგორი არის, ასე ვთქვათ, აი ეს მოლოდინები თუ შედეგები, იმიტომ რომ გარდაულად ეს ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და უნდა დასრულდეს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურება უკრაინის არმია. ასევე ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოში ძალიან ბევრი რაღაც მოხდა, მათ შორის ის, რომ ირანის კონფლიქტი, რომელიც არ დასრულებულად და სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული პერიოდი ამერიკის ფოკუსი ცოტა გადასწია იქით, თუმცა აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ უკრაინის ომის ხალხაჭერის საქმეში ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე შეიძლება გავიყვანოთ ჩვენ ევროკავშირი, იმიტომ რომ ფინანსები, რომელიც აფინანსებს ამ ომს და თუნდაც იმ იარაღის შეძენას, ამერიკული იარაღის შეძენას, ეს არის უმთავრესად ევროპული ფული, ასე ვთქვათ. შესაბამისად, თუმცა ამით არ შეიძლება იმის თქვა, რომ ამერიკული ხალხაჭერა შემცირდა. ეს ამერიკა დღემდე ეხმარება და ხედავთ ასევე ჩვენ რიტორიკის ცვლილებას თუნდაც ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან. თუ აქამდე მაგალითად გვახსოვს ჩვენ ცნობილი კარტების ამბავი ტრამპის მხრიდან უკრაინის კარტები არ აქვს, დღეს ეს შეიცვალა და შეიმჩნევა ტენდენცია, რომ პირიქით ამერიკა უკვე იხრება იმისკენ, რომ უკრაინამ მიაღწიოს წარმატებებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე. და არა მარტო ფრონტის ხაზზე. შესაბამისად, საერთაშორისო სიტუაცია ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად იხრება უკრაინის მხარეს, უფრო მეტი მხარდაჭერას ჩვენ გვგრძნობთ, თუმცა გარდატეხა ომში და ომის დასრულება ეს კიდევ საკითხია, რომელიც ურთულესია. ამისთვის საჭირო არის რა? ან უნდა ცალსახად დამარცხდეს რუსეთი, ან მეორე მხარე, ხო? რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებაზე დევს მთელი მსოფლიო, დასავლეთი ცივილიზებული სამყარო, რაც შეეხება რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ გააგრძელოს ომი. ვიცით, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რა რესურსი, იმიტომ რომ როგორც წესი, რუსეთის საპასუხო თუ არ ვიცი, საპასუხოც არა, ხო? ჯერ რუსეთი იწყებს ხოლმე როგორც წესი და შემდეგ უკრაინა სტრატეგიულად უტევს. რუსეთის ქმედებები არის, რომ გაისროლოს ბალისტიკური რაკეტა მშვიდობიან მოსახლეობისკენ. ხო? აი ეს არის, რაც ჩანს ყოველ შემთხვევაში, რასაც სოფლიო საზოგადოება უყურებს, ეს არის მათი რესურსი, იმიტომ რომ რაღაცა ფრონტის ხაზზეც რუსული ჯარიც და ის ჯარისკაცები, ვინც უნდა ხმელეთზე იბრძოდნენ, არ გამოიყურებიან ყოველ შემთხვევაში საკადრისად, როგორც სამწუხაროდ, მაგრამ ომს უნდა შეშვენოდეს. რა არის მათი რესურსები? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ომი არის ეს არ არის მხოლოდ სახმელეთო ტანკების ომი, ეს არის ჰიბრიდული ომი.
დეზინფორმაციის ომი, პროპაგანდისტული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკვე რამდენი წელს განმავლობაში და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან კარგად გამოსდის, ხო? ეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გამოსდის აი ეს პროპაგანდისტული ნარატივი. რა თქმა უნდა, აი ქართულად. კი, თუნდაც ახლა რო აქციები ტარდებოდა უკრაინაში, რომ ითხოვდნენ ფედოროვის დაბრუნებას ჩვენთან ისევ თანამდებობაზე, ავტომატურად აქაური ტროლბოტები დაიწყეს გავრცელება, რომ აი უკრაინაში მიმდინარეობს აქციები და ახლა ზელენსკის გადააყენებენ აბსოლუტურად კონტექსტთან ამოვარდნილად. ეს ხალხი აქ ამჩნევს უკრაინაში რა ხდება აქციები და ვერ ამჩნევენ რომ ჩვენთან საქართველოში უკვე 600 დღეზე მეტია აქციები ტარდება. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა რუსული დეზინფორმაციული მანქანის ძალიან კარგი ნაწილია. რაც შეეხება რესურსს, რაც თქვით ხო, რუსეთს აქვს ჯერ კიდევ რესურსი, რომ თუნდაც გამოაცხადოს მობილიზაცია და გამოიყვანოს ძალიან ბევრი ადამიანი. და 140 მილიონი ადამიანი და მას შეუძლია კიდე გამოიყვანოს ადამიანი და მისთვის ვიქცით რომ კაპიკი ფასი არ აქვს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ვინც პროცესზე ხო არ არის ასე რომ გარკვეულწილად აი საყოველთაო მობილიზება შეიძლება საყოველთაო პროტესტის მოყვეს და ამაზეც იცით რა არის ამაზე პასუხი რო სრულად ყოფილად გავცეთ უნდა ვიცოდეთ სულსადგოდობა შინით რა ხდება ამ ეტაპზე არ ვიცით იმიტომ რომ მაქსიმალურად დაახლოებით იქ რასაც ქვია მარტივი მაგალითი ამისი ვალდბერესის რო დაიწვა ეს ლოგისტიკური ცენტრი ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ისე რა ძალიან დიდი ქონება რომელიც აგროვებდნენ და ბიზნესები ჰქონდათ ვიდეოებს წერენ და ამბობენ რომ საიდანღაც რაღაცა მოფრინდა და დაგვეწვა ყველაფერი ვალდბერესისგან რამე დახმარება გვექნება თუ არა მორჩა ანუ არ ახსენებს რატომ ხდება ეს როგორ ხდება ეს ანუ არანაირი რეაქცია მათ ადეკვატური რეაქცია არ აქვს ამ ეტაპზე და ალბათ ესეც მინდა ვიკითხო მეც მაინტერესებს ხოლმე ნუ ჩანს კიდეც აი ეს რუსული თავდაცვითი სისტემები დრონს რო ესვრიან და თავიანთი ნასროლი რაღაცა როგორც ხედავთ გავრცელებულ ვიდეო მასალაში არ მიდის იმ ობიექტამდე, ვისაც ესროლეს, ან მიდის და მე ნამსხვრევები სადღაც ის ადგილას ცვივა. ესეც რაზე შეიძლება მიუთითებდეს, როგორია საკუთარი თავდაცვითი სისტემა, საჰაერო თავდაცვითი სისტემა. რუსეთში კი ბატონო. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის უზარმაზარი ტერიტორია, რომელსაც არ აქვს, ანუ თათა სისტემა არ აქვს ურალამდე, ხო? ეს არის გაშლილი ტერიტორია, ფრონტის ხაზი აღწევს 2500 კილომეტრს, რომელსაც ყველა 1000 დრონი რო გაფრინდეს, ყველა 1000-ვე დრონი ჩამოგდება უბრალოდ პრაქტიკაში შეუძლებელია. რამდენი ათეული საერთო სისტემა უნდა ქონდეს, ხო წარმოგიდგენიათ და გამორიცხული არის, რომ ამდენი სისტემა აწარმოონ და თუნდაც რომ აწარმოონ, ამას ჭირდება დრო. თუნდაც მაგალითად ერთი წარმოება სჭირდება მაგალითად რამდენიმე თვე. ამის არც რესურსი არ აქვს, არც ტექნოლოგიები. შემომისად შეუძლებელია და რა თქმა უნდა, მაგიტომაც არის რომ უკრაინელებმა გააქტიურეს დრონების ომი, რომ იციან რომ ამის გადაჭერა უბრალოდ არ შეუძლიათ. ის სისტემებიც აქვთ, მათ თავი მოუყარეს სად? მოსკოვის შემოგარენში და პუტინის აგარაკის ირგვლივ. შესაბამისად, მათთვის პრიორიტეტი რა არის? არა ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელიც შეიძლება დაზარალდეს, ან ბიზნესები. არამედ რა თქმა უნდა, პუტინი და მისი გარემოცვა. ხო, და ნუ ეს დრონების ეს ახალი ტექნოლოგიით ბრძოლა ფაქტია რომ უკრაინისთვის ძალიან შედეგიანია და ისე გამოიყურება ძლიერად და ამისი მოლოდინი რომ ეს უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ამ საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ფაქტი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გიორგი ინალიშვილი, საერთაშორისო პოლიტიკის კომენტატორი იყო ჩვენი ბოლოს სტუმარი, საუბრობდით რუსეთ-უკრაინის ომზე.